მოგესალმებით ტელემაყურებლებო, მოგესალმებით მეგობრებო, ბავშვებო, ყველას მოგესალმებით. დღეს პარის სენ-ჟერმენი და მონაცო იქნება. მონაცო პარის სენ-ჟერმენი. მოთამაშეები იქნებიან გიორგი დანუელი თუ მეკარე რომ არის, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი გოჩელეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, საბალოვჯანიძე, ზურიკო დავითაშვილი და ცოტა მალე რამოდენიმე თვეშიც იქნება ხვიჩა ბოდიში. ხვიჩა კვარაცხელია არის პარიზში, მაგრამ იქ პარის სენ-ჟერმენში გადმოვიყვან გიორგი მამარდაშვილს. ახლა დაუწყეთ ფეხბურთი. დაუწყეთ. ხვიჩა კვარაცხელიას დაიწყო ეს მისი ფლანგი. აქ ჯარიმა იყო და ვაიმე რა ცოტა ეკლო გოლის გატანამდე, ცოტა ეკლო არაუშავს. გეგექცა ბუთი კოჩო. დაცვა გჭირდება, დაცვა. და რა არის აქ? და პენალტი დაინიშნა. პენალტი დაინიშნა აქ. არა ეს პენალტი ნამენაიათ უნდა მოხსნათ. საით და არა მარჯვენაში. ერთი წნები გაგვიტანს. ზურიკო დავითაშვილი აქ გამორბენა. აქ საბალოვჯანიძე 1-1 გაათანაბრა ანგარიში. საბალოვჯანიძე გენაცვალე. საბალოვჯანიძე. აი ეს ყოჩაკ საბა. მოდი გავამეოროთ აქ როგორ დაარტყა საბა. ზურიკო დავითაშვილმა ეს მოარტყა და ბოლოს საბამ დაარტყა. კი, საბამ გაიტანა. კარგი, არაუშავს. მოდი ერთ-ერთი გავათანავრეთ მაინც ანგარიში. ახლა პენალტი იყო. პენალტი გაგვიტანეთ ბიჭებმა. არის გადავრჩით, გამოვიტანეთ ბურთი. აქ ხვიჩა თავისუფალი იყო. არა, შეძლო რო გასულიყო. აქ არ უნდა მიეცა ხვიჩაძე პასი, არ უნდა მიეცა, ეს არასწორი პასი იყო მაინც. არ უნდა მიეცა. გადავრჩებით აქ? კი, გადავრჩით. გიორგი გამოჩნდა და მაინც წაართვեց ბურთი. ხვიჩა დაარტყა და რა კარგი შანსი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას. ვაიმე ეს რა კარგი შანსი ჰქონდა ღმერთო. კაი საბალოვჯანიძე ათამაშის, მაგრამ მოდი გაათამაშებე. დიშ არის ზურიკო დავითაშვილი, საბალოვჯანიძე. ახლა აცილა საბა.
აი ახლა მოიტყუა. აქ საბალობჯანიძე მოითხოვა ბურთი. იქით ხვიჩა კვარაცხელია იყო თავისუფალი. აქ ხვიჩა კი დაატყმა და არ გამოვიდა. და პირველი ტაიმი დამთავრდა. დროებით აგემშრობებით და ნახვამდის. დაგიბრუნდით ისევ თამაში გიორგი მიქაუდაძე, ხვიჩა კვარაცხელია და ლუჩოში. თამაშიც მალე გაათამაშეს ეს მოვასწარე თქმა. საბალობჯანიძე აქ არისო. არის აქ მალე წავარდით ბურთი, თუმცა აქ გიორგია საჯარიმოში უნდა დაატყას. აი ახლა უნდა გავიდეთ აქ. საბა. კარგი იყო ეს თამაში, ხვიჩა კვარაცხელიაძე უნდა მიეცა. კიდევაც მიცა ხვიჩა. საბალობჯანიძე და კიდევ ააცილა საბა. კიდევ ააცილა. კარგი რა საბა, კარგი შანსი ჰქონდა. არაუშავს. მიდით ბიჭებო, არაუშავს. და ჩვენია ბურთი, არის ჩვენი, აბა რა, ჩვენია ბურთი. ჩვენზე რჩება ბურთი. არა, გადავრჩით. გადარჩნენ. არ გადავიდა ბურთი იქეთ, მაგრამ მაინც საჯარიმოში დაცვა და პენალტზე გადავრჩით. პენალტს აქაც გადავრჩით. მაგრამ ბურთი ვერ წამოვიღეთ იქიდან. დაუ აქანე პენალტია კიდო რა, კიდო პენალტი დაინიშნა. ნახოთ სადა არ ტყავს. და ახლა მარცხენაზე დააწყდა. 2-1. არ გამოვიდა ეს პასი, არ გამოვიდა. ხვიჩა კვარაცხელიაძე მიეცი. და ესეც გავიდა 2-2, მაინც გაიტანეს პარი სენ-ჟერმენმა. მაინც გაიტანა ეს ზურიკო დავითაშვილი იყო. ყოჩახ ზურიკო. აი ეს კარგი იყო უკვე. ზურიკო მეტი გაათამაშა 2. იდო, აქ 3 და აქ 4. კარგი იყო ყოჩახ ზურიკო დავითაშვილი. გილოცავ 2-2. კვარაცხელიაძე გაათამაშეს ბურთი. კარგი გათამაშდა.
დუაში გჭირდება ბიჭები, მაგრამ კოჩელეიშვილი აქ. არა, რა ვერ წავა თვითბურთი. ვაიმე, რა კარგი თავი გაუკეთა. დაცვა, უეჭველი დაცვა გჭირდება და აქ მაინც გაიტანეთ 3-2. 3-2 გაიტანეთ გოლი. აღარ აქვს შანსი პარი სენ-ჟერმენს. წააგოს 3-2. სამწუხაროდ. კარგი ნახვამდის და მადლობა ძალიან დიდ.